გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა. ესე იგი, მეგობრებო, დღეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა და მე როგორც ყოველთვის ვისწავლით რამდენიმე ახალ წინადადებას, წავიკითხავთ წინადადებებს და მე ამ წინადადებებს გადავთარგმნით. პირველ რიგში მოდით დავიწყოთ ჩვენი გაკვეთილის დღევანდელი სიტყვებით, ანუ დღევანდელი გაკვეთილის სიტყვებით დავიწყოთ. ჩვენი პირველი სიტყვა ეს არის ფონა. ფონა ნიშნავს წინ. ფონა წინ. მეორე სიტყვა ეს არის hinten. hinten ანუ უკან. მესამე ეს არის oben. oben ანუ ზევით, ზემოთ და მეოთხე ეს არის unten. unten ანუ ქვევით, ქვემოთ. ესე იგი ფონა წინ, hinten უკან, oben ზევით, ზემოთ, unten ქვევით, ქვემოთ. გერმანულად სად არის იქნება wo ist. wo ist სად არის? აქ, hier. hier. მაგალითად, აი გვაქვს ასეთი კითხვა, ასეთი შეკითხვა. Wo ist hier die nächste U-Bahn-Station? Wo ist hier die nächste U-Bahn-Station? ანუ სად არის აქ შემდეგი მეტრო სადგური? იქ წინ გერმანულად იქნება da vorne. da vorne. ან მაგალითად, wo ist hier der Eingang? Wo ist hier der Eingang? სად არის აქ შესასვლელი? Der Eingang არის შესასვლელი. პასუხი da drüben. ანუ იქ გზის მეორე მხარეს. drüben ნიშნავს გზის მეორე მხარეს. ან wo kann ich eine Fahrkarte kaufen? Wo სად kann ich შემიძლია eine Fahrkarte ბილეთის kaufen ყიდვა. ანუ სად შემიძლია ბილეთის ყიდვა? Wo kann ich eine Fahrkarte kaufen? kaufen არის ყიდვა და kann ich ნიშნავს შემიძლია მე. პასუხი da hinten am Kiosk. da hinten ანუ იქ უკან am Kiosk კიოსკში. შემდეგი შეკითხვა ასეთია. Entschuldigen Sie, ich brauche eine Auskunft. Entschuldigen Sie, ანუ უკაცრავად, ich brauche, მე მჭირდება eine Auskunft, ინფორმაცია. Wann geht der nächste Zug nach Berlin? Wann geht, ანუ როდის მიდის, რომელ საათზე მიდის, der nächste Zug, შემდეგი მატარებელი nach Berlin, ბერლინში. Wann ნიშნავს როდის, ასევე ითარგმნება როგორც რომელ საათზე. Geht ნიშნავს მიდის. ეს არის ზმნა gehen, წასვლა, იმ ზმნის უღლება. Der nächste Zug, ანუ შემდეგი მატარებელი nach Berlin ნიშნავს ბერლინში. პასუხი um 16:20 Uhr. um 16:20 Uhr, ანუ 16 საათსა და 20 წუთზე. წინდებული ქართულად რომელიც ითარგმნება ზე, გამოიყენება საათთან, magalitat 8 Uhr არის 8 საათი, 8 საათზე გერმანულად არის 8 Uhr. 8 Uhr 8 საათზე, 10 Uhr 10 საათზე, 11 Uhr ანუ 11 საათზე და ასე შემდეგ. შემდეგი შეკითხვა. Auf welchem Gleis fährt der Zug ab? Auf welchem Gleis ნიშნავს რომელი ბაქნიდან. Gleis არის ბაქანი. Auf welchem Gleis ანუ რომელი ბაქნიდან fährt der Zug ab გადის მატარებელი.
პასუხი auf Gleis 17, ანუ მე-17 ბაქნიდან. Auf Gleis 17. მატარებელი გერმანულად არის der Zug. Der Zug მატარებელი. სადგური ეს არის der Bahnhof. Der Bahnhof. ავტობუსი ეს არის der Bus. Der Bus და ბილეთი გერმანულად არის die Fahrkarte. Die Fahrkarte. ესე იგი, der Zug არის მატარებელი, der Bahnhof სადგური, der Bus ავტობუსი და die Fahrkarte არის ბილეთი. აი მაგალითად გერმანულად სად შემიძლია ბილეთების ყიდვა? იქნება wo kann ich Fahrkarten kaufen? Wo kann ich Fahrkarten kaufen? ანუ სად შემიძლია ბილეთების ყიდვა? ან მე მჭირდება ბილეთი ბერლინში. ბერლინის ბილეთი. გერმანულად იქნება Ich brauche eine Fahrkarte nach Berlin. Ich brauche eine Fahrkarte nach Berlin. ახლა კი ბოლოს მოდით გადავიდეთ და რამდენიმე ზმნის უღლებაც ვისწავლოთ. პირველი ეს იყოს ყიდვა, ანუ kaufen. მე ვყიდულობ გერმანულად არის ich kaufe. Ich kaufe. შენ ყიდულობ du kaufst. Du kaufst. ის ყიდულობს იქნება kauft, sie kauft, es kauft. ჩვენ ვყიდულობთ wir kaufen, wir kaufen. თქვენ ყიდულობთ ihr kauft, ihr kauft. ისინი ყიდულობენ sie kaufen, sie kaufen და ასევე გვაქვს თავაზიანი ფორმა. თქვენ ყიდულობთ, ესეც არის sie kaufen. შემდეგი ზმნა ეს არის brauchen, ანუ საჭიროება. ნახეთ, მე მჭირდება გერმანულად არის ich brauche. Ich brauche. შენ გჭირდება du brauchst. Du brauchst. მას ჭირდება braucht, sie braucht, es braucht. ჩვენ გვჭირდება wir brauchen, wir brauchen. თქვენ გჭირდებათ ihr braucht, ihr braucht. მათ ჭირდებათ sie brauchen, ასევე თავაზიანი ფორმა თქვენ გჭირდებათ, ესეც იქნება sie brauchen. მესამე ზმნა gehen, ანუ წასვლა. მე მივდივარ ich gehe, ich gehe. შენ მიდიხარ du gehst, du gehst. ის მიდის geht, sie geht, es geht. ჩვენ მივდივართ wir gehen, wir gehen. თქვენ მიდიხართ ihr geht, ihr geht. ისინი მიდიან sie gehen და ასევე თავაზიანი ფორმა. თქვენ მიდიხართ, ესეც იქნება sie gehen.